თუ გაინტერესებთ რა არის ტრამპის ბარათი, იგივე ოქროს ბარათი ამერიკაში, დარჩით აქ და მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეცდები ძირითადი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ინიციატივის შესახებ. მოგესალმებით, მე ია მეორმეშვილე ვარ, დღეს არის 10 აპრილი, საღამოს 7 საათი ვაშინგტონის დროით და დავიწყოთ. 25 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა კომერციის დეპარტამენტის მდივანთან ერთად თეთრ სახლში გამოაცხადა, რომ ის აპირებს გამოსცეს ეგრეთ წოდებული ოქროს ბარათი, იგივე ტრამპის ბარათი, რომელიც ეღირება $5 მილიონი და ის აპირებს, რომ 1 მილიონი ასეთი ბარათი გაყიდოს. Gold card. You have a green card. This is a gold card. We're going to be putting a price on that card of about $5 million, and that's going to give you green card privileges plus. საბოლოო ჯამში თუ 1 მილიონმა ადამიანმა ნამდვილად იყიდა ეს ბარათი $5 მილიონ, შეერთებული შტატების ბიუჯეტში შემოვა $5 ტრილიონი. ყლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შეერთებული შტატების ბიუჯეტი, შეერთებული შტატების ფედერალურ მთავრობას აქვს დაახლოებით $36 ტრილიონი ოდენობის ვალი. შეერთებული შტატების ბიუჯეტს აქვს $1.3 ტრილიონი დეფიციტი. ეს შემოსული $5 ტრილიონი დაეხმარება როგორც საბიუჯეტო ხარჯებს, დაეხმარება ასევე ამერიკის ვალის ზოგადად შემცირებას. და ეს არის საბოლოო ჯამში მიზანი, რის გამოც და რისთვისაც შემოიღო პრეზიდენტმა ტრამპმა აი ამ ბარათის გაყიდვა. Right answer is why don't we eliminate the deficit of the United States of America instead? The gold card, well, millions, but the gold card. ახლა ალბათ იკითხავთ, ვის შეუძლია ბარათის ყიდვა? ბარათის ყიდვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია $5 მილიონი გადახდა მასში, თუმცა ასევე მან უნდა გაიაროს შემოწმება, რომელსაც შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის სააგენტოები ჩაატარებენ, იქნება ეს საიმიგრაციო სამსახური, რა ვიცი, სხვადასხვა კრიმინალური შემოწმება ადამიანის, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ სუფთა წარსული აქვს ადამიანს, აქვს $5 მილიონი, რომელიც შეუძლია გაიღოს ამ ბარათისთვის, მას შეუძლია შეერთებულ შტატებში ამ ოქროს ბარათით შემოსვლა. Russian oligarch be eligible for a gold card? Yeah, possibly. Hey, I know some Russian. ესეთი პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტ ტრამპს კითხეს, რომ შეუძლია თუ არა რუსო ოლიგარქებსაც ამ ბარათის ყიდვა და მან თქვა, რომ თავისი რატომაც არა არც უარყვარს დაადასტურა ბოლომდე და თქვა, რომ ის იცნობს არაერთ რუსო ოლიგარქს, რომლებიც არც ისე ცუდი ადამიანები არიან და რატომაც არა. თუმცა მაშინ ყისიერად ჩაერთო კომერციის დეპარტამენტის მდივანი ჰავარდ ლატნიკი, რომელმაც თქვა, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს შემოწმება, რომ ეს არ იქნება მხოლოდ თანხის გადახდის საფუძველზე გაცემული ბარათი. შემდეგი კითხვა, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ, არის ის, რომ არსებობს თუ არა მსგავსი პროგრამები შეერთებულ შტატებში და ამაზე პასუხი არის დადებითი. დიახ, ასეთი პროგრამა არსებობს, მას ჰქვია EB5. ეს პროგრამა 1990 წელს დაამტკიცა კონგრესმა, როგორც ამერიკის საიმიგრაციო კანონის ერთ-ერთი ნაწილი და ეს პროგრამა გულისხმობს, რომ დაახლოებით $1 მილიონი ფარგლებში თუ ადამიანი ინვესტიციას ჩადებს შეერთებულ შტატებში, ამას ხაზს უსვამ, რომ ინვესტიციას ჩადებს შეერთებულ შტატებში, მას შეეძლება, რომ მიიღოს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი, ანუ იგივე green თუ ესა მწვანე ბარათი, green კარტა ამერიკაში და ამის შემდეგ ადამიანს შეეძლება, რომ მიიღოს ამერიკის მოქალაქეობა გარკვეული პროცესების და დროის გასვლის შემდეგ. ეს არის პროგრამა, რომელიც უკვე არსებობს და ჯერჯერობით არ ვიცით ოქროს ბარათთან ერთად იარსებებს თუ არა ეს პროგრამა. სავარაუდოდ დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შეიძლება არა, თუმცა ეს ბოლომდე ჯერ არ ვიცით. ასევე, რახან უკვე არსებობს, მაშინ რა განსხვავებაა ამ ორ პროგრამას შორის? განსხვავება არის ის, რომ EB5, როგორც გითხარით, მოითხოვს ადამიანისგან ამერიკაში უშუალოდ ინვესტიციის ჩადებას, არა მხოლოდ ბარათის ყიდვას, არამედ რაღაცაში თანხის დაბანდებას და ამასთან ერთად 10 სამუშაო ადგილის შექმნა შეერთებულ შტატებში. ანუ უბრალოდ ვერ იყიდი ამ სტატუსს, თან საქმე უნდა გააკეთო. რაც არ არის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არის გაწერილი ოქროს ბარათის შემთხვევაში და ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ EB5-ის პროგრამის საფუძველზე მიღებული მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი არის 5 ჯერ უფრო იაფი, ასე რომ ვთქვათ,
ტრამპის ბარათთან შედარებით, თუმცა ვნახოთ შეიძლება აი ამ ოქროს ბარათს, ტრამპის ბარათს რაღაცა ისეთი დამატებითი შეღავათები მოხვეს, რაც სავარაუდოდ რაღაც დააბალანსებს აი ამ 5-ჯერ ნაკლებობას მეორე ბარათთან დაკავშირებით. შემდეგ ალბათ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამერიკა არ არის ნამდვილად გამონაკლისი და არც პრეზიდენტი ტრამპი არ არის გამონაკლისი ამ ვიზის შემოღების თუ ამ პროგრამის შემოღების თვალსაზრისით. არაერთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას აქვს ეს პროგრამა. მათ შორის არის იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, მალტა. მალტა სხვათა შორის აღიქმება როგორც ერთ-ერთი ესეთი მაგალითი ამ პროგრამისთვის და სულ 1-2 წუთში გეტყვით ზუსტად რატომაც. მაგრამ ასევე უნდა დავამატო ამას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს აქვთ ეს პროგრამა, ყველას არ აქვს, მაგრამ ვისაც აქვს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის არ არის ისეთი ხელსაყრელი საკუთარი მათი ქვეყნისთვის, როგორიც შესაძლოა ყოფილიყო და აი მაგალითად ესპანეთი ამთავრებს ამ პროგრამას. ასევე პორტუგალიამ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ამ პროგრამის ძალიან ბევრი დეტალი და მოთხოვნა და სხვა ქვეყნებიც რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა და უკვე გააუქმეს. ეს აღარ ჩამოყვები ამ ქვეყნებს. მალტას რაც შეეხება, მალტაში ძალიან საინტერესოა სიტუაცია, რომ $1 მილიონი გადახდის შემთხვევაში მალტაში შეგიძლიათ მალტის პასპორტის აღება, რაც თავისთავად შემდეგ იმას ნიშნავს, რომ გაქვთ ევროკავშირის პასპორტი, შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ცხოვრება, მუშაობა, პენსიაში გასვლა, რა ვიცი, სამედიცინო დახმარების თუ დაზღვევის მიღება და ასე შემდეგ. ანუ მალტა აღიქმება როგორც რაღაცა ეს ეტალონი თუ რაღაც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ამ ვიზა. აქ იმას დავამატებ კიდევ, რომ ოქროს ბარათების ინდუსტრია მთელს მსოფლიოში გლობალურად არის დაახლოებით $20 მილიარდი ოდენობის ინდუსტრია, ანუ საკმაოდ მოცულობითი, საკმაოდ დიდი და დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება ამერიკის შემთხვევაში, თუ ამერიკაც დაემატა ამ ყველაფერს, მაშინ 20 მილიარდთან ერთად მას შესაძლოა 5 ტრილიონიც დაემატოს. საუბარი რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებში არის იმაზე, თუ რამდენად რეალისტურია 1 მილიონი ამ ბარათის გაყიდვა. პრეზიდენტ ტრამპს და მის მრჩევლებს რა თქმა უნდა მიაჩნიათ, რომ ეს არის რეალისტური, თუმცა არ არის გაწერილი ვადა, ვთქვათ, ერთ წელში 1 მილიონი თუ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დამთავრებამდე 1 მილიონი, ანუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს დეტალები არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ეს ყველაფერი გაირკვევა ცოტა მოგვიანებით. ძალიან ხშირად სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ არ ვიცით რა ხდება ამ პროგრამასთან დაკავშირებით და როგორია, ვთქვათ, იურიდიული ბაზა თუ როგორია, რა ვიცი, დაინტერესება ადამიანებისა ამ პროგრამით მისი ფასიდან გამომდინარე. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ უნდა შევხედოთ იმ მონაცემებს, რომლებიც აქამდე გვაქვს და რომლებზეც შეგვიძლია რაღაცა დასკვნების გაკეთება. აი მაგალითად იმ EB5 პროგრამის მეშვეობით, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, შეერთებულ შტატებში შარშან 2024 წელს შემოვიდა 8,000 ადამიანი. 8,000 ადამიანმა გადაიხადა $1 მილიონი იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებში დაესაქმებინა 10 ადამიანი. ეს რა თქმა უნდა ძალიან შორს არის 1 მილიონთან, რამდენიმე ბევრ ათობით ათასთან ძალიან შორს არის იმ ადამიანების რაოდენობასთან, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს გათვლას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ბოლომდე დეტალები არ ვიცით იმისა, რა შეიძლება მოიცავდეს ეს ტრამპის ბარათი. გარდა ამისა, ის პროგრამა აუღნიშნე ეს წეღანაც, რომ ის პროგრამა ძალიან მკაფიოდ გაწერს იმას, თუ რამდენ ხანში რა საფეხურების გავლის შემდეგ შეუძლია ადამიანს გახდეს ამერიკის მოქალაქე. ეს არის კონგრესის მიერ დამტკიცებული ნაბიჯები და გარანტირებული ფაქტიურად.
ოქროს ბარათის შემთხვევაში კონგრესი ჯერჯერობით არ არის ამაში ჩართული. არის დებატები იმაზე დასჭირდება თუ არა პრეზიდენტ ტრამპს კონგრესის ჩართულობა, მაგრამ იურისტები ამბობენ იმას, რომ კონგრესის მიერ კანონის მიღების გარეშე წარმოუდგენელი იქნება საიმიგრაციო რაღაცა წესების შეცვლა მხოლოდ აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა ამ ბარათთან დაკავშირებით. ასე რომ ამასაც უნდა დავალოდოთ და ვნახოთ ამ ეტაპზე კონგრესში ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა, არანაირი განცხადებები გაკეთებული არ არის, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კონგრესი თქვათ არ მუშაობს უკვე ამ თემაზე. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჩნდება ამ საკითხზე საუბრისას, არის ის, დარჩება თუ არა ძალაში მწვანე ბარათის green card-ის გათამაშების ლატარია. დარწმუნებული ვარ, იცით ამ ლატარიის შესახებ, შესაძლოა მონაწილეობაც მიგიღიათ მასში. დაახლოებით მილიონობით ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს მასშტაბით ამ ლატარიაში და დაახლოებით 50,000 ადამიანი შემოდის ამერიკაში ყოველწლიურად მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით, რომლის შემდეგაც შეუძლიათ ამერიკის მოქალაქეობის მიღება გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ და არ ვიცით ოქროს ბარათთან ერთად გაგრძელდება თუ არა მწვანე ბარათის ლატარიაც, ანუ ამასაც უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. ბევრი რამ არ ვიცით, შტრიხები გამოიკვეთება სავარაუდოდ მომდენო რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაში. ვიცით ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოსცა ეს ბარათი და ვიცით როგორ გამოიყურება ეს ბარათი. მან განაცხადა, რომ პირველი ბარათის მყიდველი იქნება თვითონვე. და მან არ იცის ვინ შეიძენს ამ ბარათს როგორც მეორე ადამიანი, ანუ სინამდვილეში როგორც პირველი ადამიანი. როგორც ყოველთვის უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ოქროს ბარათთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი საინტერესო და შესაძლოა სასაცილო ამბითაც დავასრულებ ამ ვიდეოს. ინგლისურად Trump card ნიშნავს კარტით თამაშის დროს ნიშნავს რაღაცა ისეთი კარტის ქონას, რომელიც ყველა სხვა კარტს ჯობს. ანუ მე გადავთარგმნე ეს როგორც ჯოკერი. ხო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ვინმე მიიღებს ან იყიდის ოქროს ბარათს, ტრამპის ბარათს, მგონი შეცდომის დაშვების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა იყიდა ჯოკერი. დღეს ამით ავამთავრებ, დანარჩენი მოგვიანებით დიდი მადლობა ყურადღებისთვის.